გამარჯობა, მაჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც თითქმის 10 საათიანი სასამართლო პროცესი დასრულდა და გაირკვა ის, რომ მზია ამაღლობელი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს 4 აგვისტოს და სწორედ ამ დღის შემდგომ გაირკვევა უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. ჩვენ ახლა ველოდებით უკვე დაცვის მხარის წარმომადგენლების ოფიციალურ კომენტარებს, რომელსაც ცხადია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე გეტყვით, რომ დღევანდელ პროცესზე დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ბრალდების მხარე ცდილობდა არგუმენტაციით იმის დამტკიცებას, რომ მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და ამისთვის ადვოკატებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის გაიხსენეს საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა დროს, მაგალითად, მსგავსი ტიპის დანაშაულებზე სახელმწიფო ბრალდებას არ ქონდა მკაცრი რეაგირება, რაც მზია ამაღლობელის შემთხვევაში არის საპირისპირო მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა თითქმის 10 საათიანი სასამართლო პროცესი და გაირკვა ის, რომ მზია ამაღლობელი საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლოს წინაშე 4 აგვისტოს, რომლის შემდგომაც გაირკვევა უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. ეს არის ბათუმის სასამართლოს გარე ტერიტორია, სადაც რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ მედია მენეჯერს მზია ამაღლობელს. გელა მთილიშვილი აკეთებს კომენტარს, მოусმოთ. გელა, რა მოლოდინები გაქვთ და რა აჩვენა დღევანდელმა სასამართლო პროცესში? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვნახეთ, რომ აიამ წარიაშვილმა გააცამტვერა პროკურატურის ბრალდება, მაინც არ მაქვს არაფერი კარგის მოლოდინი, იმიტომ რომ პროკურატურა უყელ პოზიციაზეა და ითხოვენ, რომ შავრდებული იქნას მზია ამაღლობელი. ჩვენი კოლეგა ადვოკატების გამოსვლება დაამტკიცა, რომ ეს არ არის ის ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ პროკურატურა არ ეშვება და რადგან პროკურატურა არ ეშვება, შესაბამისად მოსამართლე ვერ გაბედავს მის მიმართ გამომართლებელი განაჩენის გამოტანას. გავაცილებთ მზიას ბოდიშს. მადლობა. აი მზია ამაღლობელი უკვე გამოყავს საბადრაგოს სამსახურს, რის გამოც უკვე აქ მყოფი ადამიანებმა გადაინაცვლეს უკვე გამოსასვლელ ჭიშკართან, სადაც ეტაპირების პროცესი დაიწყება ცოტა ხანში. Თავისუფლება რეჟიმის წვეს! Თავისუფლება რეჟიმის წვეს! Ფერთხელი ოლიგარქიას! Ფერთხელი ოლიგარქიას! Თავისუფლება მზიას! Თავისუფლება მზიას! Თავისუფლება მზიას! Თავისუფლება მზიას! Თავისუფლება რეჟიმის წვეს! Თავისუფლება რეჟიმის წვეს! Თავისუფლება საქართველოს!
მეგობრებო, ეხლა ვია გავაცილებ შედახილები ტაშის, რომლის შემდეგაც გეგვაქვს ხელობა. ძალიან გამიხარდება თუ არ დაიშლები და შემოგვიერთდები. ეს ხელობა ეწმება ვია და ასევე ყველა მასწავლებლის პრობლემა უსამართლობა სოფლობაში. თავისუფლება მცირე! თავისუფლება მცირე! თავისუფლება რეჟიმის ყველ! თავისუფლება რეჟიმის ყველ! მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას ხედავთ პირდაპირ ეთერში, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა თითქმის 10 საათიანი სასამართლო განხილვა, რომლის ბოლოსაც გაირკვა, რომ ზია ამაღლობელი ბოლოს სიტყვას იტყვის 4 აგვისტოს და სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებაც. ნინო სახელაშვილი უკვე იტყვის ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე თავის გადაწყვეტილებას. დღეს თითქმის 10 საათის განმავლობაში ბრალდების მხარე ცდილობდა ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი არგუმენტაციით დაემტკიცებინა, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და თქვენ ახლა ისმენთ შეძახილებს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. ხოლო ტაში დაუკეთოთ ჯაჭვი და სამარცხვინო მილიციელებს არ მივცეთ არაფრის ტკბის საშუალება. ჩვენ გავართ მათზე ღირსებით, მაღლა, მორალით მაღლა და ჩვენ ვიტანთ კანონს. ისინი არიან სამართალს დაკვირვები, ამიტომ ჩვენ ერთად გავუშვებთ. სრუმოწმე ვანაზე! სრუმოწმე ვანაზე! სრუმოწმე! საქმის გამყარდებებო! საქმის გამყარდებებო! ლოკალიტეტებით გებუაძე საწყავს! საქმის გამყარებელი ბათუმის პოლიცია! სრუმოწმე ვანაზე! ერთი წამი. მეგობრებო, მართლა მხარად გავაკეთოთ ჯაჭვი. მაშინ და დაუკრათ და დავაცილოთ. ანუ მარჯვნივ მიყავს. მარჯვნივ მიყავს მოიყვანეს აქ წესრიგის დასამყარებლად, აქ შეკრებინა დაფშვის დასამყარებლად. გოჩა ვანაძე არის ცრუმოწმე და მოვიდა ეხლა ის აქ წესრიგს ამყარებს. მოვიდა საკეთან ცრუმოწმე გოჩა ვანაძე. ცრუმოწმე გოჩა ვანაძე. ცრუმოწმე გოჩა ვანაძე. ცრუმოწმე გოჩა ვანაძე. ზია ამაღლობელი ჩვენგან დასაცავი არ არის. ზია ამაღლობელი ვისგან დასაცავი არის უსამართლობა და ცრუმოწმეები. ამიტომ გოჩა ვანაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიციელი, რომელიც აქ 11-12 იანვრის აქციის მონაწილეების გასახიზიანებლად არის მოსული. წეთილინებეთ და მოგვეცით ზია ამაღლობლის ისეულად გაცილების საშუალება. ჩვენგან არ ყავთ ზია ამაღლობელი დასაცავი. ჩვენგან არ ყავთ ზია ამაღლობელი დასაცავი და მოგვეცით საშუალება ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების სივრცეში გავაცილოთ ისე როგორც საჭიროა და ვისაც ჩამოვიდა. 100 კილომეტრები გაიარა უამრავმა ადამიანმა.
ახლა პოლიციასა და აქ შეკრებილ ადამიანებს შორის ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებას. აქ შეკრებილების აგრესია, ასე ვთქვათ, მათ შორის რეპლიკები იმან გამოიწვია, რომ აქ ადგილზე მოვიდა გოჩავანაძე, პოლიციელი, რომელსაც ეძახიან ცრუ მოწმეს. არ ვართ ის ადამიანები, რომლებისგანაც უნდა იცავდეთ სიამაყლობას. თქვენთან ზიანს დაცვის საშუალება, როდესაც 12 იანვარს დააკავეთ სრულად უსაფუძვლოდ. თქვენმა უფროსმა მიაყენა შეურაცხყოფა და არც თქვენგან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება ამ წუთებში არის ასეთი. პოლიციამ ეტაპირების კართან, საიდანაც უნდა გამოიყვანონ მზია ამაღლობელი, კორიდორი გააკეთა და იქ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა შეუზღუდა. პოლიცია ახლა ცდილობს, რომ გააკეთოს ერთგვარი ჯაჭვი კორიდორი, საიდანაც მოხდება ეტაპირების პროცესი, თუმცა მოქალაქეები თავის მხრივაც არ აფერხებენ ამ პროცესს და უკვე გამოიყვანეს მზია ამაღლობელი. უკვე გაიყვანეს მზია ამაღლობელი მიმდებარე ტერიტორიიდან, სასამართლოს შენობიდან, უსაფრთხოს და თქვენ ადგილზე ხედავთ შეძახილებს. როგორც განაცხადეს, რამდენიმე წუთში დაიწყება მსვლელობა ბათუმის ქუჩებში.
გავიყაროთ და გავუდგეთ გზას ბათუმელებისკენ. ეს ყველა ჟურნალისტს აქვს საშუალება ამ რედაქციის ყველა ჟურნალისტს აქვს საშუალება რომ დასწრებოდა ძალიან მნიშვნელოვან მე ვიტყოდი ისტორიულ ხდომას სადაც ბოლომდე გამოვლინდა ქართული ოცნების აბსოლუტურად უსუსტური აბსოლუტურად დეჰუმანიზირებული სახე და ყველას არ ჰქონდა საშუალება ეხილა ამაყი ღირსეული მოქალაქე მზია ამაღლობელი ამიტომ ძალიან გთხოვთ ბათუმელებთან გავშედეთ პირველი გაჩერება და უკვე შედგომ მივიდეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სადაც რუსთაველის მსგავსად 247 დღეა დგას ბათუმის წინააღმდეგობაც და ხო შეგახსენებთ რომ ხვალ 8 საათზე ვიკრიბებით ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან სადაც სამოქალაქო წინააღმდეგობა სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკური აქტივისტები მართავთ ბათუმის ევროპულ მარშს თავისუფლება მზიას თავისუფლება რეჟიმის ყველს თავისუფლება ამერიკინეთებს და უკვე დაიწყო საპროტესტო მარში მსვლელობა და როგორც თქვეს პირველი გაჩერება იქნება ონლაინ მედია ბათუმელების რედაქცია, რომლის შემდგომაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 247 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თქვენ პირდაპირ ეთერში თვალს აადევნებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დილიდან იმყოფებოდნენ. ამ ხდომაზე ბაია ტარიაშვილის სრულიად გენიალური იურისტის ადვოკატის უფლებადამცველის ფრაზა რომ არის საქმეები რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში და ზოგადად საზოგადოებაში 20 წლის შემდეგაც ახსოვთ ხალხს და ეს არის საქმე რომელიც თაობას ემახსოვრება საქართველოში დღეს როდესაც პროკურატურა აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, აბსოლუტურად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობდა მზიას ეგრეთო დებულ ბრალეულობაზე. მათაც კი გაუჭირდათ ამ ბრალის 4-დან 7 წლამდე ფორმულირება. ძალიან კარგად იციან, რომ სილის გაწვნა არ არის არც პოლიციაზე თავდასხმა და არც აღანაირი ისეთი ქმედება რომელიც იწვევს ზიანს. მე ასევე განსაკუთრებით გამოვყოფდი ზიანს ერთ კითხვას, რომელიც მიემართებოდა ამ საქმის პროკურორებს. მოიკითხა რა ზიან თავისი ტელეფონი, სადაც ვითომ და პროკურატურის გამოძიების ვარაუდით რაღაცა დაკვეთა უნდა ებოვათ, ზიან კითხა პროკურორებს. 라테니, 이보ეთ, ჩემს ტელეფონში დისტეიტიო. აი ეს ფრაზა განსაზღვრავს პროკურატურის და მთელი სახელმწიფოს უსასრულობას. ილატრიტობა ხიზიდან დაწყებული, ნინო კილოსანი და სხვა უგვანო და უსახო. ქართული ოცნების წარმომადგენლები, 7 თვეზე მეტია, რომ ზიასგან გამოიყვანონ უცხო ქვეყნის აგენტი, ადამიანი რომელიც თითქოს სახელმწიფოს ძირს ოთხრის. არა და თუ ვინმე არის ამ სახელმწიფოს საფუძველი, თუ ვინმე ქმნის ამ სახელმწიფოს ბურთს, ეს ყოველთვის კრიტიკული მედია იყო. დამოუკიდებელი რეგიონული მედია, ბათუმელები
რომელმაც შუა პრაქტიკულად მედიის ოაზისი ამ ქვეყანაში, რომელმაც დაიმსახურა 2009 წელს ნორვეგიის თავისუფალი პრესის ჯილდო და მაშინდელი სახალხო დამცველი დღეს უსახოსო ზაფხულარი ჩამოდიოდა და პირადად ულოცავდა ერთ-ერთურად და მზია ამაღლებას ამ გამარჯვებას ევროკავშირის მისიასთან ერთად. დღეს ზაფხულარი ისევე როგორც ქართული ოცნების სხვა უსახო წარმომადგენლები სამდგარი არის ამ ქვეყნის დამაქცევას არიგებში. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს ქვეყანა არ უნდა შარჩეს, არ უნდა დარჩეს ამ მავნებლებს, ამიტომ თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ხوار! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ხوار! პოლიციამ არ მოგცა საშუალება პირველ რიგში ზიას ნათესავებს, ზიას ახლობლებს არ მისცეს საშუალება რომ ხელი ახლოდან მაინც დაგვექნია ჩვენი მეგობრისთვის. არ მისცეს საშუალება პოლიტიკური პატიმრების დედებს, რომლებიც რამდენი თვეა ყველა ამით დადიან ქართლსა და წვიმაში ცდილობენ გაყინული ქართველების გულები გააოღონ. მეტმა ადამიანმა შეიხმინოს რომ შეიძლება დღეს მათი შვილები არიან სიძინვის პატიმრები, მაგრამ ეს უხორცო, ეს ორჯულო, ეს ყოველგვარ ადამიანობას მოკრებული ქართული ოცნება და ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი გაიმეტოს ციხისთვის. ამიტომ არ გვაქვს უფლება არც ერთი წამით დავწერდეთ დაიმეტების კომპრომისზე ვიფიქროთ. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, იმიტომ რომ თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ხوار! თავისუფლება ციხის პატიმრებს! თავისუფლება მზიას! მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში საპროტესტო მარშს, რომელიც მიემართება ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციის მიმართულებით, რომლის შემდგომაც გეგმის მიხედვით აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მედია მენეჯერ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და გადაწყდა ის, რომ მზია ამაღლობელი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს 4 აგვისტოს და ამავე დღესვე გახდება ცნობილი უკვე მოსამართლის გადაწყვეტილება თუ რას მოიმოქმედებს ნინო სახელაშვილი, გაუშვებს თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელს ან გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო დარბაზიდან. თითქმის 10 საათის განმავლობაში ბრალდების მხარე ძალიან მნიშვნელოვანი საფუძვლიანი არგუმენტებით ცდილობდა ბრალდების მხარის ასე ვთქვათ ბრალდების გაქარწყლებას მნიშვნელოვანი ფაქტებით. არაერთი кейსი მოიყვანა, მაგალითი გაიხსენა იმის შესახებ, რომ მსგავს შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურას ჰქონდა შედარებით სუბუქი შაშელებით, რაც არ მოხდა მაგალითად ზია ამაღლობელის შემთხვევაში და ამით იქ შეკრებილი მხარეები, ასევე გარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ამბობდნენ
რომ ბრალდების მხარემ ფაქტობრივად გააცამტვერა პროკურატურა მნიშვნელოვანი არგუმენტებით. თავისუფლება რეჟიმის ხარ! საცხლი ოლიგარქია! თავისუფლება საქართველოს! იდემა საქართველოს! თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს საპროტესტო მარშს, რომელიც მიემართება ბათუმელების რედაქციის მიმართულებით. ამ მარშში მონაწილეობას ღებულობენ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე მესამე სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქეებიც კი იმყოფებიან ამ საპროტესტო მარშზე, რითაც ისინი თავის მხრივ სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს. თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ხარ! საცხლი ოლიგარქიას! არარუსულ რეჟიმს! თავისუფლება საქართველოს! იდემა საქართველოს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზია! თავისუფლება რეჟიმის ხარ! საცხლი ოლიგარქია! არარუსულ რეჟიმს! თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება საქართველოს! იდემა საქართველოს! იდემა საქართველოს! ჟანდარმა ივანიშვილს! საპროტესტო მარში მოვიდა ბათუმელების რედაქციასთან, სადაც შეჩერდებიან ისინი, შემდგომ კი მივლენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო მარში, უпроსტად საპროტესტო აქცია უკვე 257 დღეა, რაც უწყვეტად იმართება.
მეგობრებო, რამდენიმე კვირის წინ სალომე ჯაში იყო ჩამოსული და ქართულ სხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად ჩაერთო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, პრაქტიკულად სინდისის პატიმრების ისტორიის დოკუმენტირება, ისე რომ არასდროს არაფერი არ გაქრება და არასდროს არ იქნება ამ ქვეყანაში დავიწყებული. ამ პროექტში ჩაერთო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მას. და ამ ფილმში, რომელიც არის სულ რაღაცა 20 წუთნახევრიანი, ძალიან ბევრი ამბავია მოთხრობილი და ერთ-ერთი ამბავი არის ასეთი. გუშინ ასევე ჩემმა მეგობარმა ნათია ვუკიამ გააზიარა ეგ ამბავი, რომ რამდენ რამეს ვიგებთ ზია ამაღლობელზე და სინდისის პატიმრებზე. მაგალითად, ზიას ბიჭოლა, რომელიც პრაქტიკულად მეორე დედობას უწევდა მას, იხსენებს სალომეს ფილმში ასეთ რამეს, რომ სასამართლოს სკოლაზე რომ ვიყავი, ორი ახალგაზრდა გოგონა ვნახეო. მეგონაო, ზია ჟურნალისტები იყვნენ. არა და აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებიც ძალიან ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ და ზიამ თურმე გადაუხადა ფული მათ სწავლის. ასეთი უამრავი, უჩინარი სიკეთე აქვს ადამიანს გაკეთებული, მაგრამ ამ სიკეთის გამო არ არის ზია ამაღლობელი ის ვინც არის. ზია ამაღლობელი არის საკუთარი ღირსების და საკუთარი მოუდრეკელი ქედის გამო. ძალიან ამაყი, ძალიან ღირსეული და ძალიან დიდი ბრძოლის მქონე ადამიანი. მადლობა მას, მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ გაცილებით სხვა რეჟიმში მოუწია ბათუმელების მეორე სულის ჩამდგმელს ეთერ ტურაძეს ცხოვრება 11-12 იანვრის შემდგომ. ეთერი არის ახლა პრაქტიკულად ბათუმელებისგან ედგაზეთის როგორც შინაარსებას უძღებელი, ასევე მის გადარჩენაზე, რაც მისთვის სრულიად სხვა ფუნქცია. და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მე როგორც ბათუმელების მკითხველმა, მისმა მეგობარმა, მისმა გულშემატკივარმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ბათუმელებს ხარში დაუდექით და გადავარჩინეთ ინკასოს. თუ არ ხდები, კარგად ვიდის ეგ ამბავი. ეთერი კიდე სხვა ბევრ ამბავს მოგიყვება იმედი მაქვს. თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის წევრებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება საქართველოს. დიდი მადლობა თქვენ ადამიანებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ხალხზე გაისარჯეთ, ჩამოხვედით ამ სიცხეში, ამ სირთულეების პირობებში, როცა ყველა ჩვენგანს უამრავი პრობლემა შეგვიქმნა რეჟიმმა და ის ღუთავს ფაქტობრივად, გუდავს და თითოეულ ჩვენგანს კარგად ვიცი მე, რომ გვაქვს ჩვენი ბრძოლა გადარჩენისთვის, ჩვენი ბრძოლა ჩვენი ოჯახების გადარჩენისთვის, ჩვენი ბრძოლა ჩვენი გარემოს გადარჩენისთვის და ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. მართლა ძალიან რთულია, აი ესეთ სამართლობის კაცს გაუძლო, ამას პირისპირ დაუდგე და ყოველდღიურად ამას შეეწინააღმდეგო. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. განა იმიტომ რომ ზია არის ციხეში, განა იმიტომ რომ 50 თუ 60 სათვალა აგვერია უკვე იმდენი ადამიანი არის ციხეში, 60-ზე მეტი მე მგონი უკვე, ხო? ჩვენ ყველას ახლა ამ ეტაპზე დღეს გვართმევენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენს მომავალს, ჩვენი შვილობის მომავალს. ამიტომ წინააღმდეგობა არის ასეთი შეუვალი, მიუხედავად იმისა, თუ რა ტემპერატურა არის გარეთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციულ გარემოს შემთხვევით ძალიან შეურაცხმყოფელი კი არა და კონტროლი დავკარგე, როცა დავინახე დღეს იქ წესრიგის დასამყარებლად მოსული ერთ-ერთი მთავარი ძრომორწმე. ესეც ცივსისხლიანი, ასეთი ცივსისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაგცინის ყოველდღე, რომელიც ცდილობს, რომ გამოგვიყანოს წყობილებიდან, რომელიც ცდილობს, რომ წაგვართვას წინააღმდეგობის ძალა. აი ასეთ ცივსისხლიანი რეჟიმის პირისპირ ვდგავართ ჩვენ ახლა ადამიანებო, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ყველა ეწარმავარს მიეძღვება თავისი, ყველა ცივსისხლიანს მიეძღვება თავისი, ყველა ცრომოწმეს მიეძღვება თავისი, ყველა პირს, რომელიც ამდენი ადამიანის პატიმრობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სისტემის ჭანჭიკი არის და მერე იტყვის ალბათ, რომ სისტემის ჭანჭიკი იყო და სხვა გზა არ ქონდა, ყველას მიეძღვება თავისი. აუცილებლად და მე ერთ ადამიანს, ვიდრე მაქვს ამის ძალა, უნარი, ვიდრე პირში სული მიდგას, თუ ეს რეჟიმი იქნება წინააღმდეგობაც. დარწმუნებული ვარ,
და ამ წინააღმდეგობისთვის დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ზია ამაღლობელს, განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი სიცოცხლეთა და ჯანმრთელობით რისკავენ და იბრძვიან. რეჟიმის ჯურღმულებში არიან ჩაგდებული. არ დაიჯერეთ, რომ რეჟიმის ჯურღმულები არ არსებობს და როგორც ერთი გაპრიალებული ქალი ამბობს მისი სახელის ხსენებაც კი არ მინდა, მორიგი ქვეწარმავალი, თურმე არ არის მათ ციხეებში, თურმე არ არის წამება. სწორედაც რომ წამებაა მათ ციხეებში, სწორედაც რომ წამების მსხვერპლია მზია ამაღლობელი, სწორედაც რომ ძალიან ღირებულს კარგავს მზია ამაღლობელი ამ რეჟიმის საპატიმრო დაწესებულებაში. ამიტომ ჩვენ ყველა გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გადავირჩინოთ თავები და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ სხვა გზა არ აქვს. მადლობა ყველა ტიპის მხარდაჭერისთვის. როგორც ბათუმელების მხარდაჭერისთვის, ისე ჟურნალისტების მხარდაჭერისთვის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი მომევიდა ზოგადად ამ ფორმატში თან არ ვლაპარაკობ, ვერც ვლაპარაკობ. შეიძლება რაღაც სადღაც აზრიც გამექცა, მაგრამ დღევანდელი დღის გავლენაა და იმედია მაპატიებთ. მადლობა. ბათუმელებს გაუმართ! თავისუფლება მზიას! თავისუფლება სიდისის პატიმრებს! მე მგონი ეხლა დროა რომ ხოლო საზღვაოს ფანტასტიკურ მარშს ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ყოველდღიურად ყველა ამინჩი, ყველა გარემოების მიუხედავად სულს, გულს, შრომას, საკუთარ ენერგიას და ხანდახან არ ვიცი, საიდან მოგაქვთ ამდენი ენერგია ხოლმე ძალიან სულს ხოლმე. თავისუფლება მზიას, თავისუფლება საქართველოს. Come
მაღლობელს თავისუფლება ფრიდონ ბუბუდაიშვილს თავისუფლება დავით კოლბას თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუცეს თავისუფლება უჩა აბაშიძეს თავისუფლება მარიამ იაშვილს თავისუფლება საბა მეფარიშვილს თავისუფლება ომარ ოკრიბოლაშვილს თავისუფლება მასე დევიძეს თავისუფლება ანატოლი გიგაუს თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს თავისუფლება თემურ სასახაშვილს თავისუფლება არჩილ მუსელიანს თავისუფლება გიორგი მინჯაძეს თავისუფლება დავით ლომიძეს თავისუფლება დავით ხომერიკს თავისუფლება ანტონ ჩეჩის თავისუფლება დანიელ მომლაძეს თავისუფლება გურამ ხუტაშვილს თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს თავისუფლება ვეფხია კასტრაძეს თავისუფლება გიორგი გორგაძეს თავისუფლება თორნიკე გოშაძეს თავისუფლება ინსა ფალიევს თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს თავისუფლება საბა ჯიქიას თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს თავისუფლება გურამ მირწყულალას თავისუფლება ანრიკო არაცხელიას თავისუფლება რუსლან სიბაკოვს თავისუფლება ონისე ხატაძეს თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს თავისუფლება საბა ხვიტარიძეს თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს თავისუფლება რეზო გიგნაძეს თავისუფლება გია ტერიშვილს თავისუფლება ლუკა ჯაბუას თავისუფლება თედო აბრამოვს თავისუფლება ნიკა კაციას თავისუფლება გიორგი ახობაძეს თავისუფლება ჩანო არჩაიას თავისუფლება ანრი კაკაბაძეს თავისუფლება არტემ გრიბულს თავისუფლება მსია მაღლობელს თავისუფლება დენის კულანიკს თავისუფლება გიორგი ჩიკლაიძეს თავისუფლება თენგო გველესიანს თავისუფლება აჩიკო ჭუმბურიძეს თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს თავისუფლება მერაბ გარალიძეს თავისუფლება ირაკლი ბაბიაშვილს თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს დამხობა რეჟიმ დამხობა რეჟიმ თავისუფლება ნინო დათაშვილს თავისუფლება მსია მაღლობელს თავისუფლება
ამხიას თავისუფლება რეჟიმის ხوارს თავისუფლება საპროტესტო მარში უკვე მოვიდა აჭარის მთავრობის სახლთან, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს პოლიციის გაცილებით დიდი რაოდენობა არის მობილიზებული აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ასეთი არის ვითარება ახლა აჭარის მთავრობასთან საპროტესტო მარშმა თავდაპირველად სტარტი აიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, შემდგომ გადაინაცვლეს ბათუმელების რედაქციასთან, ახლა კი იმყოფებიან აქ საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის წინ. მე გეტყვით იმას, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მედია მენეჯერ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომლის შემდგომაც გადაწყდა, რომ მზია ამაღლობელი საკუთარი სიტყვით სასამართლოს წინაშე წარსდგება 4 აგვისტოს, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას ნინო სახელაშვილი მოსამართლე. განცხადება კეთდება და მოდით მოვისმინოთ. ის ადამიანები, ვინც ჩებით ბოიკოტში, ვინც ბოიკოტს უცხადებთ ქართული ოცნების სპეცოპერაციას, იგივე თვითმმართველობის არჩევნებს, ასევე ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, 247 წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდეს ქართული ოცნებისგან. დავიხსნათ ყველა პოლიტპატიმარი ციხიდან და ამ ქვეყანაში მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები. რათა ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ იპოვოს თავისუფლება, შვიდობა და დემოკრატია. მადლობა, გელოდებით ხვალ 8 საათზე. აღარ განმეორდებისად, მე მგონი ყველა მიცით და ჯერ არ ვიშლებით, უბრალოდ შეგახსენებთ სანამ დაიშლებოთ. მადლობა. ეს იყო აზა გაბუნია, რომელმაც დაანონსა ის, რომ ხვალ გაიმართება ასევე მასშტაბური საპროტესტო მარში ბათუმში, რომელიც დაიწყება საღამოს 8 საათზე ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კოლონადებთან. ასევე ვიცით და ვიღაცები დღეს თბილისში ბრუნდებიან. მადლობა მალხას, მოკლედ თქვი, მაგრამ მეც დავამატებ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოგზავნით ამ ხელებს გზაზე და მთელი 8 საათის განმავლობაში არ მოშორებულ ხართ საქალაქო სასამართლოს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მშობლებს, პოლიტპატიმრების მშობლებს. უღმესი მადლობა, თქვენს ჩვენი გზავა, თქვენს ჩვენი ერთობა, თქვენს ის ადამიანები, რის გამოც ჩვენ ვდგავართ ამდენი წლის განმავლობაში და გაძლევთ ჩვენ დიდ იმედს და სიტყვას, რომ არ დავიშლებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე, თუნდაც სისხლის დაყრამდე ვიბრძოლებთ თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ასეთი არის ვითარება ახლა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეები აქ იმყოფებიან და მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. კიდევ ერთი განცხადება, მოდით მოვისმინოთ. მაგრამ გინდათ რომ დარჩენა, ეხლა მithmes რა 4 ადამიანის დატოვება არის შესაძლებელი. პრინციპში +3 და კიდე გამოჩნდება. კიდე 2, ასე რომ დარჩით მეგობრებო. 4 კიდე 4. 4-2, 4-3. ჩვენი თბილისი რჩება ბათუმში. ჩვენი ქუთაისი, ზუგდიდი. იატაკზე გავაჩერებ და 6-ით სამოდი. თუ ძაღლები გიყავთ, ჩემთანაც სადიხოცა. ნახოთ ქართულმა ოცნებამ ჩვენი ერთობა. ხედავენ, გულზეს ხდებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ჩვენი ერთობა გადაგვარჩენს. ჩვენი სიყვარული და სოლიდარობა გადაგვარჩენს და თქვენ დარჩებით იქ, სადაც აღარაფერი აღარ იქნება
სანუკეშოდ. ამიტომ მოეგეთ გონს, სანამ ჯერ კიდევ ამის დრო დაგჭა. ახლა აქციაზე გახმოვანდა ერთგვარი შეთავაზება. დღეს ვიცით, რომ ამ აქციის მონაწილეთა რაღაც რაოდენობა არის დედაქალაქიდან ჩამოსული და ადგილობრივების თავაზობენ თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულებს დასარჩენ ადგილს და ამ ფორმით გამოხატავენ ისინი ერთგვარ სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც აქ ჩამოვიდა და ვისაც არ აქვს გასათენებელი ადგილი, აქ გაისმა ადგილზე ის, რომ მზად არიან აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში, შეუძლიათ ზოგიერთი მათგანი საკუთარ სახლში წაიყვანონ. დიახ, ასეთი იყო მოვლენები, რაც ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, ასევე ბათუმის ქუჩებში, რომელსაც ჩვენ გიჩვენებდით პირდაპირ ეთერში. მადლობა, რომ გვიყურებთ და მადლობა, რომ გვენდობით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.